წელს კახეთში 21 საბავშვო ბაგაბაღის მშენებლობა დაიწყო, აქედან 10 სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახლად რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანსაც. სამუშაოების მიმდინარეობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი სახურავის, ეზოს, ფასადის, ელექტრომომარაგებისა და გათბობის სისტემების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სოფელი მატნის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დასრულდება და სოფელ მატანს შეემატება კიდევ ერთი 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. წელს ჩვენს რეგიონში დაწყებულია 21 სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა, ხოლო 10 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული პროცესი ხორციელდება სხვადასხვა ფონდების მიერ. სკოლამდელი აღდგა პრიორიტეტულად ითვლება როგორც ცენტრალური ხელისუფლების თვითმმართველობისთვის ამ მიმართულებით მიდის ინტენსიური სამუშაოები სოფელ მატანში. სოფელ მატანში გვაქვს 3 საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს პირველი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია, რომლის ბიუჯეტიც და რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც 800.000 ლარია. ამასთან ერთად უკვე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიწყო მესამე საბავშვო ბაღის მშენებლობაც, რომელიც ბიუჯეტით დაახლოებით 4 მილიონი ლარია და უკვე მომავალ წელს ჩაგვბარდება ეს ბაღიც და ამით ახმეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, ასე ვთქვათ, სკოლამდელი აღზრდის თემები და პრობლემები მოგვარებული გვექნება მუნიციპალიტეტს.